ლევან ყურაშვილია ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ლევან. კითხვა პირველი, მოდით დავიწყოთ საერთაშორისო რაკურსით. ეს მართლაც არის ორბანაკ შორის დაპირისპირება. სად არის ივანიშვილის რეჟიმი დღეს? ივანიშვილის რეჟიმი არის იქ, სადაც გასვენებებში დადის. სინამდვილეში მართლა ბანაკი კი არა, ეს არის ცივილიზაციური ბრძოლა სინამდვილეში. დემოკრატიულ ლიბერალურ სამყაროსა და დიქტატორულ, აგრესიულ, შავნელ ჩავლენ ძალებს შორის და აქ ივანიშვილის რეჟიმის მონათესავე სულები არ არიან დემოკრატიულ ბანაკში ნამდვილად, იმიტომ რომ თვითონ არის ის არადემოკრატიული და ის ავტორიტარი მართველი, რომელიც საერთოს პოულობს ირანისნაირ რეჟიმთან, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, რუსეთის რეჟიმთან, იმიტომ რომ მაინდა-მაინც ვინმეს აგენტია, ან თვითონ ვინმე მასზე გავლენას ახდენს. ასეც რომ არ იყოს, შეუძლებელია ის დემოკრატიულ სამყაროსთან იყოს უნისონში, იმიტომ რომ ის როგორც ის მართავს ამ ქვეყანას და თქვენ საუბრობთ აგერ ამდენიმე ადამიანი ჩამოთვალეთ, ვინც ციხეშია, ვინც ციხეში წასვლას ელოდება, ვისაც მიუსაჯეს 60-ზე მეტი პოლიტმატიმარია, ესეთ რაღაცები არ ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში, ხო? ესეთ რაღაცები ხდება ზუსტად ირანისნაირ ქვეყნებში. ამიტომ აქ ცალსახა პასუხია, ის მხარეს არის ივანიშვილი, მის და სამწუხაროდ თლად კარგად ამ რეჟიმების საქმე არ მიდის ბოლო პერიოდში ჩვენ გვახსოვს ასადის რეჟიმის დამარცხება, ახლა ირანსაც თლად კარგად არ აქვს საქმე, ვერც რუსეთი ვერ იგებს უკრაინასთან ომში და ვერც მოიგებს. მოკლედ, მათი საქმე კარგად არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასე ცალსახა არის ყველაფერი სოფლიოში, განსაკუთრებით ირანსა და ისრაელს შორის დაპირისპირებაში ეს ძალიან სერიოზული თემა არის, რომელიც შეიძლება ბევრ სხვა რაღაცაში გადაიზარდოს, ძალიან სახიფათო სიტუაცია, ჩვენ რაც შეიძლება მათ შორის რეგიონულ ომში? ყველაფერი შეიძლება მოხდეს, როცა ასეთ დაპირისპირებაზე გვაქვს საუბარი და როცა ერთმანეთზე ბალისტიკური რაკეტების სროლაზე, ხო? ამიტომ ჩვენ რაც გვჭირდება ახლა, როგორც ქვეყანას, არა ირანის რეჟიმის გასვენებებში სიარული, არამედ სიფთხილე და იმის ჩვენება, რომ ამ ქვეყანაში, ამ რეგიონში ჩვენ ვართ სტაბილურობის ერთ-ერთი ნავსაყუდელი, სადაც შეიძლება თავი იგზნოს ადამიანმა მშვიდად, სტაბილურად, სადაც არის მშვიდობა, უბრალოდ ამას არ აკეთებს რეჟიმი. რეჟიმი რეალურად ახლა რასაც აკეთებს, ეს არის მეტი ესკალაცია, მეტი დაპირისპირება, მეტი დაჭერა, მეტი პოლიტიკური დევნა, იმის მაგივრად რომ ჩვენ ვითვლებოდეთ ეტალონად, რომ ქვეყნად, რომელიც რეგიონში არის სტაბილური, ვითარდება და ამ შემდეგ რეჟიმი აკეთებს აბსოლუტურად საპირისპიროს. მათთვისვე ცუდია ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში ცუდია ამ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა შანსი ამ რეგიონში ყოფილიყავით ყველაზე განვითარებული, ყველაზე დემოკრატიული, ყველაზე თავისუფალი ქვეყანა და ახლა სამწუხაროდ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი და განუვითარებლები ვიყოთ. კი ბატონო, მოდით ვისაუბროთ თქვენი კოალიციის სამ ლიდერზე, რომელიც ნიკა გვარამია მესამე იყო, პარახტევს დააკავეს, ზურა ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია. ამ თანმიმდევრობით კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები ციხეში წავიდნენ. გირაოს არ გადაიხადეს მათ წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო, თქვენს რომ რეჟიმთან არ თანამშრომლობის გზა არის სწორი. დღეს ეს თქვა ელენე ხოშტარიამაც, რომელზეც ცალკე საქმეა იქ Facebook პოსტების გამო, სხვა შორის როცა მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, ელენე ხაჭაპურს აკეთებდა სოციალურ ქსელში ყოველ შემთხვევაში ეს ვიდეო ვრცელდებოდა. ეს არის მისი დამოკიდებულება ამ პროცესისადმი, ის არის გარეთ დარჩენილი ლიდერი, ერთადერთი ლიდერებს შორის, თუმცა მან ისაუბრა, რომ კოალიცია ახლა არის ძალიან მონოლითური, შეკრული და იგივე მიზნებზე ორიენტირებულიო. მაინც აი ამ განცხადების მიღმა უნდა ვიკითხო, სამი ლიდერი ციხეშია, როგორ გრძელდება პოლიტიკური ბრძოლა? პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება ისე, როგორც გრძელდებოდა აქამდე, იმიტომ რომ ამ ადამიანების ციხეში წასვლა, ზურასი, ნიკასი და ნიკასი არის ამ პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით თავიდანვე, არჩევნების დღიდანვე, როცა ყველასთვის გახდა ცხადი, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული, ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ჩვენ ამ რეჟიმთან არ ვითანამშრომლებთ და ჩვენ ამ გზას ვაგრძელებთ ყველანაირი გადახვევების გარეშე, არავისთვის არ მიგვიწია საფუძველი, რომ ეთქვა, რომ ისინი არიან არათანმიმდევრულები. თუ ვინმე თანმიმდევრულია, ამ რამდენი 6 თვეზე მეტი გავიდა, ხო? 6 თვე კი არა, 8 თვე არის უკვე გასული არჩევნებიდან, ყოველთვის ჩვენ ვიყავით თანმიმდევრული იმაში, რომ ამ რეჟიმთან არ თანამშრომლობა არის
თავარი, რაზეც გადის ხაზი, რითაც შეიძლება ჩვენ ამ ქვეყანაში მივიღოთ ცვლილებები. მათ შორის ამ ართანამშრომლობის ნაწილია იმ პროცესში არ მონაწილეობა, რასაც ქვია ეგრეთ წოდებული ადგილობრივი არჩევნები, რასაც დაარქვეს ადგილობრივი არჩევნები, სინამდვილეში არანაირი არჩევნები არ ჩატარდება, ჩვენ ამის შესახებ გადასარევად ვიცით და მათ შორის გადასარევად იცის, რომ არჩევნები არ ჩატარდება იმ ხალხმა, ვინც აპირებს მონაწილეობის მიღებას და ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს მონაწილეობა მიიღოს თუ არა. ეს ის ხალხია, ვინც მათ შორის ჩვენ რომ გავაკეთეთ განცხადება და ვთქვით რომ პარლამენტში არ შევიდოდით და ეს არჩევნები იყო გაყალბებული, ზუსტად იგივეს იმეორებდნენ, ან იმ დღეს, ან მეორე დღეს, ან ერთ კვირაში, ხო? და მათაც ზუსტად ისე თქვეს, რომ ადგილობრივ არჩევნებში უბრალოდ პარლამენტში მანდატებს დათმობდნენ და არ შევიდოდნენ პარლამენტში, ხო? თუ ეს მაშინ გააკეთეს, რა შეიცვალა დღეს? კალანდარიშვილი იქ აღარ არის, კანონმდებლობა შეიცვალა, უკეთესად ჩატარდება, სუსი აღარ არის თუ რა? ან კალანდარიშვილში კი არ არის საქმე და კონკრეტულ სახელდაგვარში. ვინც არ უნდა იყოს, უბრალოდ კალანდარიშვილი განასახიერებს, ხო? ამ რეჟიმს და ამ სისტემას, რაშიც ვითომ არჩევნები ტარდება. სინამდვილეში ეს სისტემა ხო არ შეცვლილა. ლილუაშვილი აღარ არის, იქ ხო არაფერს არ ნიშნავს. ანი როხანაშვილი იქნება, ლილუაშვილი იქნება თუ ირაკლი კობახიძე გადავა სუსის უფროსად. მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ეს არჩევნები არ ჩატარდება, რასაც არჩევნები ქვია, თორე ხა რაღაცა პროცესი იქნება, ვიღაცები იქ რაღაცა წერტილებს დასვამენ, ვიღაცები ხმებს დაითვლიან, მაგრამ ეს არ არის არჩევნები. და თუ 2024 წლის 26 ოქტომბერს არ ჩატარებულა არჩევნები, ახლა რატო შედიხარ ამ არჩევნებში? რისი მიღწევა გინდა, რომ კიდე ერთხელ მოვისმინე არგუმენტი, არ მახსოვს ვინ თქვა, რომ კიდე ერთხელ ვაჩვენოთ რეჟიმის სახე. არ დაიღალა ეს ხალხი ამ რეჟიმის სახე ჩვენებით. არ ვიცით რა რეჟიმია, ყველა მიცის გადასარევად ამ ქვეყანაშიც და ამ ქვეყნის გარეთაც. იმიტომ არ აქვს ამ რეჟიმს ლეგიტიმაცია მათ შორის ქვეყნის გარეთ, რომ ყველამ გადასარევად იცის, რაც წარმოადგენენ ისინი და როგორ არჩევნებს ატარებენ. ამას დამატებით მტკიცებულების მოპოვება აღარ ჭირდება. ყველამ იცის, რომ ეს რეჟიმი ამ არჩევნებს არ ჩაატარებს ნორმალურად და იმის არგუმენტად მოყვანა, რომ კიდე ერთხელ გავიდეთ და კიდე ერთხელ დავანახოთ სოფლიოს, რომ თურმე არჩევნები ამ ქვეყანაში არ ტარდება, ღიმილის მომგვრელი არგუმენტია, როგორც მინიმუმ. ამ შემთხვევაში სად ინაცვლებს პოლიტიკური პროცესი თქვენთვის? არჩევნები გაუქმებულია ამ ქვეყანაში, თქვენ ამბობთ, რომ მონაწილეობა არ აქვს, არავითარი აზრი, სად გრძელდება პოლიტიკური პროცესი, ლიდერები არიან ციხეში, მე ზუსტად ეს ვიკითხე, პარტია რჩება პოლიტიკური აქტივობით, ეს ინაცვლებს პოლიტიკა ქუჩაში, ამ მიმართულებით იგეგმება აქტივობა მეტი, აი სად ხედავთ პოლიტიკურ პარტიას? პოლიტიკოსებს შესაძლოა არა მხოლოდ პარტიას გულისხმობ პოლიტიკურ ელიტას, ვინც გარეთ დატოვა ჯერჯერობით ივანიშვილმა, თორემ მათ რიცხვს რომ გაამრავლებს ციხეში, ამის მოლოდინი არის. კი, პოლიტიკური პროცესი რომ არის ქუჩაში, ეს არის ფაქტი. იმიტომ კი არა რომ ახლა არჩევნები მოდის და ამაშვილი მონაწილეობას ანიღებს მონაწილეობას. ეს დაიწყო ნოემბერში და ნოემბრიდან მოყოლებული გრძელდება. მათ შორის ის ადამიანები, ვინც არიან დღეს ციხეში, არ გულისხმობ პოლიტიკურ ლიდერებს ამ შემთხვევაში. გულისხმობ უბრალო ადამიანებს, აქტივისტებს, რომლებიც აბსოლუტურად უსამართლოდ დააპატიმრეს. ეს ადამიანები დღეს საქართველოში ქმნიან პოლიტიკას, მათ შორის ციხიდან. მათ შორის ის ადამიანები, ვინც ყოველდღე ქუჩაში გამოდიან, ქმნიან პოლიტიკას. სამწუხაროდ, ეს არის დღეს საქართველოში პოლიტიკა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში აღარ არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი. პროცესი აღარ არის პარლამენტში, პროცესი აღარ არის არჩევნებში, შესაბამისად, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს, გარდა იმისა, რომ შენ იყო თანმიმდევრული იმაში, რომ ამ რეჟიმთან არ თანამშრომლობ არანაირი ფორმაში. თუ რამენაირი ფორმაში თანამშრომლობ რეჟიმთან, ესე იგი მას შენ გინდა თუ არ გინდა და რამდენიც არ უნდა თქვა რომ ლეგიტიმაციას არ აძლევ, რაღაც დოზით დიდი თუ მცირეთი ლეგიტიმაციას ამ რეჟიმს აძლევ. ამიტომ ერთადერთი შანსი და ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ არ ითანამშრომლო ამ რეჟიმთან, ვისაც როგორ შეუძლია და რა ფორმითაც შეუძლია. პოლიტიკურმა პარტიამ ეს შეიძლება გააკეთოს ორგვარად. ერთი ის, რომ პარლამენტში არ შევიდეს და თქვას უარი მანდატზე, მეორე არის ის, რომ არჩევნებში, ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. ახლა სხვა პოლიტიკურ პარტიას ბერკეტი შიდა პოლიტიკაში არ აქვს. რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ის რომ არ აღიარების პოლიტიკა გრძელდება, ამაში ძალიან დიდია პარტიების როლი და ამის მიმართულებით მუშაობა გრძელდება და კიდევ გაგრძელდება და ის რომ რეჟიმს აღიარება არ აქვს, ესეც რა თქმა უნდა პოლიტიკური პარტიების მუშაობის შედეგია. ეს არის რაც უნდა ვაკეთოთ ყველამ უნდა აკეთოს ის, რაც არის მის უფლებამოსილებაში, მის მანდატში და რისი შესაძლებლობაც აქვს. 54% ოპოზიციური ამორჩევლის
იმ კვლევის თანახმად, რომელმაც გამოიწვია კითხვები, გუშინ მთელი დღის განმავლობაში იყო კითხვები, მე დაზუსტდა ეს ინფორმაცია, მე წავიკითხე მონაცემი, ესე იგი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოკითხულთა 54%-ია მომხრე, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღოს ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩევნებში მონაწილეობა, ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლების 54% მიიჩნევს, რომ ეს უნდა მოხდეს ადგილობრივი არჩევნების წინ ან ადგილობრივ არჩევნებთან ერთად თუ იქნება საპარლამენტო არჩევნები. ეს მიზანი მიღწევადია ამ მოცემულობით. თუ ადამიანები წინასწარ იტყვიან უარს ბრძოლაზე და წინასწარ იტყვიან რომ აი რაღაცები არ გამოდის და მოდი რაც გვაქვს იმითი ვიბრძოლოთ და იმაში ვიბრძოლოთ. ანუ თქვენ თუ მაინც მიდიხართ იქამდე რომ პოლიტიკური კლასის ერთიანობა ამ საკითხში რომ არ მონაწილეობენ არჩევნებში მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა თუ ეს ერთიანობა არ იქნება, ეს კატასტროფა არ არის, უბრალოდ გახანგრძლივდება ის დრო, რაც დაჭირდება ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟს. მაგრამ რაც შეეხება კვლევას, იქ უფრო თვალსაჩინო მონაცემი იყო ერთი, რომელიც ეხებოდა კითხვას, რამდენად თვალო არჩევნები იყოს, ან ხვალ თუ არის არჩევნები, ადგილობრივი არჩევნები, წახვალ თუ არა ხმის მისაცემად, სადაც დაახლოებით 49% ამბობს, რომ ისინი წავლენ ხმის მისაცემად აუცილებლად. და იგივე მონაცემი 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში, რო არ შევადაროთ საპარლამენტოს, იმიტომ რომ საერთოდ სხვა სპეციფიკა, 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო 75%. 26%-ული პუნქტით ნაკლებია ახლა. ეს ნიშნავს, რომ არანაირი ნდობა არჩევნებს განსაკუთრებით ოპოზიციური პროდასავლური ძალების ამომრჩევლებში არ აქვს. ასეთ პირობებში გასვლა არჩევნებზე და იმის თქმა, რომ აქ თბილისს წაუგლეჯთ, რომელიღაც დიდ ქალაქს წაუგლეჯთ, არის უბრალოდ არალოგიკური და სუსტი არგუმენტი. და რატო ვიტყვი, ბოდიში დავამატებ, თავარი რა არის არჩევნების დროს. არა ის თუ ვინ არის ცესკოს თავმჯდომარე, ან კონკრეტულ კანონში კონკრეტულ მუხში დაწერია. თავარი არის განცდა, არჩევნები სამართლიანია თუ არ არის სამართლიანი. გამარჯვება შესაძლებელია თუ არ არის შესაძლებელი. თუ შენი ამომრჩეველი თulis აქვს ავტორიტარული გზაზე დამდგარ რეჟიმებში სამართლიანი არჩევნები არ არის ხოლმე, არ ტარდება ხოლმე. მაგრამ მან მეორე პუნქტისთვის არის წერტილი, როცა ღირს ან არ ღირს მონაწილეობა, ეს სხვადასხვა რეჟიმების დროს სხვადასხვანაირად იყო. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ხომ რეგიონში პროცესებს, როგორ იყო ეს პროცესები, იგივე რუსეთის მაგალითზე, იქ მონაწილეობდა მაგალითად იაბლოკო არჩევნებში, ხომ? მაგრამ საბოლოო ჯამში თუ რეჟიმი კონსოლიდირდა, ის მაინც აღწევს მიზანს ფორმალური არჩევნები ტარდება მერე იმ ქვეყნებში. ოპოზიციის ნაწილის ტაქტიკა, როგორც ისინი ამბობენ, რომ ხარს უჭერენ, აი მაგალითად ლელოზე ვისაუბროთ, ისინი არ გადაუწყვეტიათ, როგორც თქვენ თქვით და როგორც ისინი ამბობენ, მაგრამ გთავაზობენ ამ ტაქტიკაზე საუბარს, რომ ღირს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ამ თემას დღის წესრიგიდან არ ხსნიან, ვიცით გახარიას პოზიცია, რომ ის აპირებს ამ არჩევნებში მონაწილეობას. აი ახლა საერთო პროცესს რომ ზუმაუთით შევხედოთ, ერთგვარად აი იგივე რეგიონის ქვეყნების გათვალისწინებით, რაც აქამდე გამოცდილება არსებობს, რა არგუმენტებია იმის სასარგებლოდ, რომ არ ღირს ამ არჩევნებში შესვლა, ან რატომ არ აქვს ასე ვთქვათ დატესტვის ან მსჯელობისთვის აზრი, თუნდაც იმ ვერსიას, რომ სხვა ტაქტიკაც შეიძლება ამართლებდეს. თუ ეს უკვე ითათბირეთ, დატესტეთ, მხოლოდ საჯარო განცხადებები იყო, თუ იყო შიდა შეხვედრებიც. კაი, მოდი რამდენიმე კითხვა არის ერთ-ერთ თავიდან დავიწყო. პირველი არის ზოგადად მსგავსი ტიპის რეჟიმებთან არჩევნებში მონაწილეობას აზრი აქვს თუ არა? როდის არის ზღვარი, როცა აზრი აქვს ან არ აქვს, იმიტომ რომ 24 წლის არჩევნებში თქვენ მიიღეთ მონაწილეობა, იგივე ცესკო იყო, ხომ? დავსვათ ეს კითხვაც, იგივე ცესკო იყო, იგივე სუსი იყო, იგივე ყველაფერი. კი, გასაგებია, თუმცა მაშინ მოლოდინები სხვა იყო, ადამიანების განწყობა სხვა იყო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანებში რა განწყობა? წეგან თქვი ორი ფაქტორი, ხო? ერთი არის ის, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და მეორე, ადამიანებში უნდა იყოს განცდა, რომ გამარჯვება არის შესაძლებელი. თუ ეს არ არის, ადამიანებში განწყობა თუ არ არის ისეთი, რომ გამარჯვება არის შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს აკეთებს დაუშვათ ხელისუფლება. ხო, აი რეგიონის ქვეყნებს რო თავი დავანებოთ, ავიღოთ ჩვენი ქვეყანა, როცა კომუნისტური რეჟიმმა ამ ქვეყანაში არჩევნები წააგვა. კომუნისტები ანგელოზები კი არ იყვნენ და კარგი არჩევნები კი არ ჩაუტარებიათ. საზოგადოება იყო კონსოლიდირებული და იდეაზე შეთანხმებული. მაგრამ იქ ოპოზიციამ შეაცვლევინა კანონები კომუნისტურ რეჟიმს, რითაც გახდა შესაძლებელი მეტნაკლებად ნორმალური არჩევნების ჩატარება, სადაც უკვე ხალხს ჰქონდა განცდა, რომ ამ არჩევნებში მოგება იყო შესაძლებელი. ოპოზიციას მაშინ რომ ეთქვა, რომ მოდი რაც არის ეს არის და ამ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა და მაშინ არ გამოეცხადებინა ბოიკოტი იმ არჩევნებისთვის, არც ხალხში იქნებოდა იმის განცდა, რომ კომუნისტების დამარცხება შესაძლებელია, არც ნორმალური
ნორმალური არჩევნები იქნებოდა. ნორმალური მაშინაც არ იყო, მაგრამ მოდი ვთქვათ, ისეთი არჩევნები, სადაც კიდე რაღაცა შეიძლება ქნა. არ იქნებოდა არაფერი, მე რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირი მაინც დაიშლებოდა, მაგრამ იმ არჩევნებში ზუსტად გამსახურდიან მრგვალი მაგი და ვერ მოიგებთ. ამიტომ უნდა როცა ვსაუბრობთ იმაზე, როდის აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აზრი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ბრძოლა არ უნდა იბრძოლო. არსებობს ბრძოლა, რომელიც აუცილებელია რომ იბრძოლო და არსებობს ბრძოლები, რომელსაც თავი უნდა აარიდო, ან ტაქტიკურად ჯობია რომ ამ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღო. ამის შეგრძნებას ჭირდება რა თქმა უნდა პოლიტიკური ალღო პირველ რიგში, როცა პოლიტიკაზე გვაქვს ხო საუბარი ხარ ნამდვილ ბრძოლაზე არ ვლაპარაკობ. პოლიტიკური ალღო არის მთავარი, რითაც უნდა იხელმძღვანელო ასე დროს. ჩვენი აზრით, ჩვენი კოალიციის აზრით, კოალიციის ცვლილებების აზრით, ამ ბრძოლაში შესვლა, უბრალოდ ბრძოლაც არ არის, ეს არის სპორტულ ენაზე რო ვთქვათ, ფეხბურთს გეთამაშებიან რაგბის წესებით და სამივე მსაჯი და ტელემსაჯი არის მათ მხარეს. ამ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება არის უბრალოდ თავი უნდა აცემინო, ეგრეთ წოდებული გრუშა უნდა იყოს. ხო იმეს თუ სიამოვნებს რომ იყოს რაღაცა მსხალი, ბოქსიორის მსხალი კი ბატონო, მიიღონ მონაწილეობა, ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს, ამით ქვეყანა არ დაიქცევა, არც ივანიშვილის რეჟიმი არ დაიქცევა, მე გკითხეთ, ერთიანი პოზიციის მნიშვნელობა არ აჭარბებს ტაქტიკაზე განსხვავებებს? აი, პირდაპირ გითხავ, თქვენი აზრით, პროცესს რა არგებს უფრო, ერთი პოზიციით გასვლა არჩევნებზე, ერთიანი ყველა ოპოზიციურ პარტიას გულისხმობ, თუ ერთიანი პოზიციით არ გასვლა არჩევნებზე, ანუ ერთი თუ არ გამოდის, რამდენიმე პარტიის მონაწილეობა ამ არჩევნებში უფრო აზიანებს პროცესს თქვენი აზრით თუ არა? პროცესს აზიანებს რამდენიმე პარტიის მონაწილეობა აუცილებლად. ამას არავინ არ ამბობს, რომ არ აზიანებს და არა აქვს მნიშვნელობა შევლენ თუ არ შევლენ, თუ ამას ხო არავინ არ ამბობს. უბრალოდ ის, რომ ჩვენ ამ პროცესში ყველამ მივიღოთ მონაწილეობა, გაცილებით უფრო ცუდია, ვიდრე ის, რომ დაუშვათ ერთმა ან ორმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა. იდეალურ სცენარში, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რომ არავინ არ მიიღოს, ეს იქნება ყველაზე კარგი სცენარი. მაგრამ ის, რომ ახლა რახან ორი პარტია იღებს მონაწილეობას არჩევნებში, მოდი ჩვენ წავდგეთ და არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, ეს არის გამორიცხული. აქ ჩვენ დიდი წერტილი გვაქვს დასმული. კი იქნება არ იქნებაზე ჩვენ აღარ ვკამათობ. აქ საკამათო არაფერი არ არის. რაც შეეხება ერთიანობას და ერთიან პოზიციას, ჩვენ მათ შორის ვიყავით პირველები, ვინც ერთიანობას და ერთიან პოზიციაზე საუბრობდა. მე გულისხმობ სტრატეგიაზე ერთიანობაზე, არ გულისხმობ ერთიან სიას, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ იქ იყო ძალიან დიდი წინააღმდეგობა. კი, არა, ერთიან სიაზე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა. არჩევნების წინა პერიოდზე არ საუბრობთ. არჩევნების წინა პერიოდზე ვსაუბრობ. ზუსტად როცა ქართულ ქარტიაზე იყო საუბარი და ყველანაირი დათქმით მოვაწერე, ყველანაირი დათქმის გარეშე მოვაწერეთ ხელი და სხვებს ჰქონდათ რაღაცა წუხილები, ეს არ მოგწონს, ის არ მოგწონს, ეს თუ იქნება, ეს არ იქნება. მოკლედ, აი ეს ამის გარეშე შორეული პერსპექტივის თემა გახდა, ეხლა ვთქვა. არა, უბრალოდ ისტორიას ვიხსენებ, რომ მაკედან მანამდე ისტორია იყო, თქვენი ასე ვთქვათ, დისკუსია იმასთან დაკავშირებით ერთიანი სიის ნაწილში და ეს იყო ძალიან ცხადი დისკუსია, რომ უარი იყო ცალსახად. კი ბატონო. ახლაც ვთვლით, რომ არანაირი ერთიანი სია მაშინ არ მგონია კი დაწუნებული ვარ, არ გაამართლებდა და ახლაც არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რაღაც ერთიანი სია უნდა გაკეთდეს და მით უმეტეს ისე უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომ ძის თქმამი და ერთიანობაზე როცა საუბრობენ, ამ ლელო ახსენეთ თქვენ და ლელო საუბრობს ხშირად ერთიანობას. ერთიანობას ბზარი რამ შეუქმნა. ბზარი სად გაჩნდა ერთიანობაში? როცა ყველა ოთხივე პარტიამ თქვით, რომ ამ პარლამენტში არ შევდივართ, იქ იყო სალომე ზურაბიშვილთან ფორმატი, სადაც ყველა იღებდა მონაწილეობას. როცა დადგა მომენტი, ადამიანებს უნდა ეთქვათ, ისინი ამ არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ თუ არ აპირებენ. და იქ ბზარი მანამდეც იყო, მაგალითად კომისიაზე მისვლა არ მისვლა იყო. მერე იყო. ჩვენ მე გულისხმობ იმას, როცა 31 მარტს იყო, ხო, უნდა ყოფილიყო დიდი აქცია, როცა უნდა ყოფილიყო სალომე ზურაბიშვილი უნდა გამოსულიყო და უნდა ეთქვა კონკრეტული მესიჯები უნდა გაეჟღერებინა. იქ ჩვენ მქონდა იდეა რომ უნდა ყოფილიყო მათ შორის საუბარი იმაზე რომ ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას მომდევნო ეგრეთ წოდებული თვითმმართველობის არჩევნებში და ამაზე ერთიანი პოზიცია იმ ფორმატში არ იყო. ამან გააჩინა ბზარი, შემდეგ ეს ბზარი გაფართოვდა და საბოლოოდ დასრულდა იმით რომ ამ ფორმატმა თავისი არსებობა დაასრულა და ჩვენ რატო გამოვით ამ ფორმატიდან? დაასრულა? ნიკა გვარამია იყო ციხეში მის შესვლამდე მისული სალომე ზურაბიშვილთან. იმ ფორმატით არსებობა დასრულებული. ახლა ამ წუთას სალომე ზურაბიშვილის ფორმატი არსებობს, ოღონდ ეს საერთოდ სხვა ფორმატია, რომელიც მერე შეიქმნა. ამ ამბების მერე, სადაც ჩვენ პარტია ახალმა, ამ შემთხვევაში ჩვენი კოალიციის წევრი ელენეს დროა და ზურას გილჩი იღებენ მონაწილეობას, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ ამ ფორმატში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ იმ შემთხვევაში, თუ ფუნდამენტურ
საკითხზე არ შევთანხმდებით. ამ არჩევნებში გავდივართ თუ არ გავდივართ. ადამიანები არ უნდა მოვატყუოთ. ჩვენ თვლით რომ ადამიანების მოტყუებას იმის თქმას რომ ახლა ჩვენ რაღაც დავждებით აქ ჭკვიანი სახეებით და რაღაცა გენიალურს მოვიფიქრეთ, არის უბრალოდ ტყუილი და არ შეიძლება ამის ლაპარაკი. პირველი რაც არის, ეს არის ერთიანობა მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია. ოღონდ სანამ ერთიანობის წინ, სანამ პრინციპებზე არ შევთანხმდებით ფუნდამენტურ რაღაცებს, მანამდე ერთიანობის რა აზრი აქვს? უბრალოდ ერთად დრო დავждეთ და სურათები ერთად გადავიღოთ და მედიამ 5 წუთით გადაიღოს, კადრები აიღოს და მე თქვენ ტელევიზორში აჩვენოთ. ეს ხო არ არის მიზანი ამ ერთიანობის. ერთიანობის მიზანი უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა. და თუ ამ ისეთ რაღაცებში ვერთანხმდებით, რაც ჩვენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია რეჟიმის შესაძლებლად, მაშინ ერთად დაჯდომას, უბრალოდ დაჯდომისთვის რა აზრი აქვს? თუ შევთანხმდებით იმას, იმ ფუნდამენტურ საკითხზე, რომ არ თანამშრომლობა არის პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ ოპოზიციურმა პარტიებმა, მაგ შემთხვევაში ჩვენ ერთიანობის არათუ წინააღმდეგი არა ვართ. პირიქით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთიანი პოზიცია იყოს ოპოზიციურ ველზე. და ამას ვაკეთებდით მანამდეც და სიამოვნებით გავაკეთებთ მომავალშიც, ოღონდ ჯერ შევთანხმდეთ ფუნდამენტურ საკითხებს. დიდი მადლობა ლევან ყურაშვილს, რომელიც აუბრობდა პირდაპირ ეთერში.